ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი წესები არ გახდეს მთავარი. მე რო ვიცი ვთქვათ რომ აი ესე სიტუაციაში ესე უნდა ვიქცეოდე, ესე უნდა ვლაპარაკობდე, აი ეს აფუჭებს საქმეს. დაშტამპული ურთიერთობა როა და რა თავის ფასეულობას კარგავს ის ურთიერთობა, თუნდაც მამაშვილის, თუნდაც მეგობრობის, როდესაც რაღაცა ჩარჩოში ხარ და ჩარჩოდან გასვლა არ გინდა. დიახ. აი ბავშვი რომ ამბობს სკოლაში არ მინდა წასვლაო. ფიქრიც არ ჭირდება ხო, დედა იყოს, მამა იყოს, სულ ერთი, რას ხვია არ გინდა. ჯერ მოусმინე რა თუ არ უნდა კაცო რა. ყოველთვის ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას ამ ჩვენს მამების დროში ბატონო გია ბავშვების ფიზიკური დასჯის მიუღებლობაზე და დაუშვებლობაზე. თქვენი დამოკიდებულებაც მინდა მოვისმინო. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ხან ვიდეო ქონა მოჭრილი, სადაც ვსაუბრობთ, რომ ბავშვის ცემა არ შეიძლება და ერთ-ერთი კომენტარი იყო, რომ ქალბატონის რაც მე დედაჩემს თვებით უთრევი ვარ ბავშვობაში. კი და თქვენ არ ვიცი რას ფიქრობთ, მოკლედ მაინტერესებს თქვენი აზრი ძალიან, სიმართლე რო გითხრათ. იცი აი ყველაფერს თავი დავანებოთ. ამას არაფერი კარგი არ მოაქვს. ბავშვთა მშობელს შორის ურთიერთობაც ფუჭდება. რისთვისაც თითქოს და ისმეს ისიც არ შესრულდება. ან თუ შესრულდება მხოლოდ შიშით, არაფერი კარგი ამას არ მოსდევს. აი რატო უნდა გააკეთო ეს? თუმცა, აი ხო გითხარით რომ ეს არაპლასმასის ურთიერთობებში შეიძლება რაღაცა ემოციამ წაგრძალოს და რაღაცა ხო, მაგრამ უნდა იცოდე რომ ეს შენი დამარცხებაა რა. უნდა იცოდე რომ რაღაცა გამოსასწორებელია. აქამდე საქმე არ უნდა მივიდეს. ამის საჭიროებაც არ უნდა დადგეს. იცით როგორ უნდა შეხედო მე მგონი გაცმა საქმეს რომ აი წარმოიდგინე რომ ეხლა აი ამის მაგივრად აქ დგას ვიღაცა ვისაც ჯიბეში უდევს იარაღი და შეუძლია რომ ეს იარაღი გამოიყენოს აი მაინც დაარტყავდი აი თუ მაინც დაარტყავდი მაშინ ალბათ დასარტყმელია